საწყის სტადიაზე ეს ძალიან კარგად კომპენსირდება და შეიძლება ნორმოგლიკემია, ანუ გლუკოზის ნორმალური მაჩვენებლები მიიღწეს წონისკლების ფონზე, მაგრამ ეს არ უნდა მოდუნდეს პაციენტი, ვაფრთხილებთ, რომ ეს დაავადება არსად არ წასულა. როგორც კი მოხდება წონის ისევ ხელახალი მატება, ან გაღრმავდება და სხვა რაღაც ზოგადი მდგომარეობა შეიძლება ასაკთან ერთად ის ბეტა-უჯრედები მოკლედ მაინც განიცდის გარკვეულად. რა თქმა უნდა აპოპტოს და ის აუცილებლად გამოვლინდებოდა. აი 2 დღის წინ გავსინჯე ესეთი პაციენტი, რომელმაც თქვა, რომ დაახლოებით 2 წლის წინაც ჰქონდა გლუკოზის ციფრები მომატებული, მაგრამ დაივიწყა მერე თითქოს დაჯდა, დაიწყო დიეტა, სწორი კვება და ეხლა უკვე ჰქონდა 14 მილიმოლ, 15 მილიმოლ ლიტრზე, ანუ გლუკოზა იყო მკვეთრად მაღალი და აი ეხლა დაიჯერა, რომ ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი და რომ ეს არსად არ წასულა მის ცხოვრებაში. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ექიმები ვდილობთ, რომ ისე არა უგზალოთ, ასე ვთქვათ. ისე იცხოვროს დიაბეტიანმა ადამიანმა, რომ მას რაღაცა სხვა ადამიანისგან განსხვავებული ცხოვრება არ ქონდეს. ის კვება, რომელსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, ეს არის რეალურად ჯანმრთელი კვება, რომელსაც არა დიაბეტიანიც რომ იკვებებოდეს, ძალიან კარგი არაფერი დაშავდება.